ოგე სალმებით მეგობრებო, ხო? ჩვენი ხედებიდან ერთად ხედები მატყობს ხოლმე ამასობაში, ხო? რომ რა ვიცი არ გაგიჟდება ადამიანი. ხო? ასეულ ფარში გექნება კოლექტორების ამოცვლა, ხო? რა ვიცი, სმერტნიკები ხართ ეთყობა, ხო? ის მემონტაჟეები ხა გაჩვენებები არის. დერები იყო გაკეთებული ის რო აპარებს. ეს ჯანდაბას ჩვენი თავი თუნდაც რატოგაც რადანეთ აპარებდეს, აი ესენი ამოიცვლება და თამიდურად სამივე სართულზე არის აი ესეთი კოლექტორები და ერთ გირჩევთ კიდე ყოველთვის როცა იატაკის გათვალას ვაკეთებთ, მით უმეტეს არაფერი არაა, ხო? 5 კონტური. 5 კონტურზე არაფერი. ხარს არ წარმოადგენს იმ კოლექტორებთან შედარებით ეგრეთ წოდებული ხარზომიანი. ის უნდა იყოს გაკეთებული და ჯერ უნდა დავინახოთ იატაკის გათვალა. მუშაობს თუ არ მუშაობს, მაგრამ თავარი ნონსენსია ესაა, ადამიანები სმერტნიკები ხართ. მე კიდე რეკავთ და კაჩავთ და რომ დაგინწრეთ ჯერას იქნება კაბელებს მე დაინახავთ, ხო? ის უნდა ეკაჩავთ და როგორ თერმოპარი ეს არის უბრალოდ თერმომეტრი ელექტრონულად ერთ თემად ამასობაში არის 220-ზე დაერთებული, ხო? 220-ზე. 220-ზე და ადამიანი ანუ ხელშეუხლებლად და დენს მითხავს. კიდე გადარჩენილია ვინაიდან? ო არა, ფიქსია აგერ ბატონო. რომ ამას ეგრეთ წოდებული ადგილობრივი მესმე საპრაქტიკულო წინაღობა აქვს და უბრალოდ გაატარა. თერმოპარია ეს ელექტრონული ეგრეთ წოდებული თერმომეტრის მეტი არაფერი. 220-ზე შეერთებული. ხელშეუხლებთ დენს გვირთხავს. რა მაგარია. სიშური ტუმბო. მშვენიერი გრუნფოსის 6 მეტრიანი, რატომაც არა იატაკის გათვალაზე ცვალებადება აქვს ხარჯების და უნდა გამოვიყენოს სიშური ტუმბოები, მაგრამ ეს 220 ეთყობა. ირაკლი ეთყობა იმისთვისაა, რომ ტონუსში იყო ყოველთვის, ხო შენ? მოსული. რომ ხელი არ დაადო კოლექტორს. დაადებ ხელს გიფსკენს. ეგ ფოსორია. არაფერი გესაქმება თქვენ კოლექტორთან. რა ვიცი, რა უნდა ვთქვა? აღარ ვიცი. ყველაფერი წინ მაგეთყობა კიდე, ხო? თერმოპარი 220-ზე შეერთებული, ხო? აი 220-ზე. რა სტატუსი. მესამე სართულის კორექტირებათ როგორ დავარქოთ, დავით ამას. რა ვიცი, როცა არსებულ ეგრეთ წოდებულ პორზე, ხო? გრუნფოსის ხო და არა მხოლოდ გრუნფოსის, ვილოსაც აქვს ეს პატივცემული, ამასობაში დასმული იყო ეგრეთ წოდებული, ხო, რა ვიცი. ელექტრობაში ცოტა ჩახიდულებით ვარ ვართ, რაც კარგად გქონია საქმე, ხო, ანუ მაგიტომაც აქვს კაი ტერმინოლოგია სმერტნიკები, ხო? ეგრეთ წოდებული ნეიტრალი, ფაზა, ხო, ფაზა 0, ხო, n ყველა რა მოგონილი ის პრინციპში და დამიწევა. ამასობაში დამიწებაზე ქონა პოტენციალი. და როცა ხელს მოკიდებს და დენს დაგარტყავს, მაგარია, ამასობაში კიდე ის არსებული თერმოპარი ფაზანოზე შეერთებული, ანუ 220-ში შეშვება თერმოპარზე, უბრალოდ თქვენ ენაზე ეს არის თერმომეტრი, მხოლოდ ელექტრონული, ხო, შეიძლება ელექტრონულად დავაკავშიროთ და ავაწყოთ ალგორითმი. აი ეს ხა არსებული მიმართულებაში რატომაც უნდა ჩავანაცვლოთ, აი ხედავთ, ხო, ყველა 4-ვე კონტური სამწუხაროდ აი ეს ერთი გამოვიდა წყობიდან, მაგიტომაც ვიზახი, აი ყოველგვარი ხარისხის მილები, ვინ არის, რა არის ეს არ ვიცი. საიდანაა, ხო, ეს ნუ ქვასავითაა. ამასობაში ამის ფერი და ამის ფერების თუ შევადაროთ. ამიტომ ეს ჩავარდა ისტორია, ამასობაში ქონა 5 კონტური დავშა 4 კონტური. ღმერთმა ქრას 4 კონტური ბოლომდე დავჭეს. თერმოსტატიკური შერევა და თერმომეტრის უბრალოდ ბალანსირება, ხო, რა უნდა შეუშვათ. ეს თქვენზე არის დამოკიდებული და ინდივიდუალურად ვერ მოიერგოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე პლუსი რა არის, ხო, ხედავთ, ხო, 4-ვე კონტურში გვაქვს ხარჯი. ესე იგი, იატაკის გათბობის კონტურები ჯანსაღად მუშაობს. ეს ჯერჯერობით მესამე სართული. ჩავდივართ ახლა მეორე, პირველი და მეზობლებშიც წავართ, ხო, ირაკლი? იქით რაღაც მეზობლებშიც გვაქვს იგივე, ხო, ბოჩერკები. ეს მეორე სართულის ჰეპი-ენდი. ხარჯები გვაქვს, ტემპერატურა ახალი სართულია, 5 წამი, ვარეგულებ თერმოსტატიკულით, რა უნდა შეუშვათ, ყოველთვის ვაკონტროლებთ, სხვანაირად არაფერი წარმოიქმნება, ვიდან არსებული შემოვლების დანიშნულებაც ესაა, შემოვიდა 50-60, მაგრამ ვაზავებთ რომ მივიღოთ ისაც ანიშნული საჭირო არსებული სართულისთვის 30-35 გრადუსი. ჰეპი-ენდია ესაა, ხო? ასად არაფერი წეთავს და რაება და სამივე შტოკი გვიჩვენებს ხარს. ესე იგი იატაკის გათბობა მუშაობს. ეხლა ჩავინაცვლოთ პირველ სართულზე. ეს ჩვენი პირველი სართულის ჰეპი-ენდი. აქ 5 კონტური გვაქვს, 5-ვეში მაგვიდებით, ხო? ხარჯები 40 გრადუსი, პირველი გრადუსი. პირველი სართულია, პირველ სართულზე კი ბატონო მიღებულია ვინაიდან 40 როცა გაანაწილებ, ხო, თლიან სახლს, ამასობაში რადიატორები, იატაკის გათბობა და ასე არის, სამივე სართული აწყობილი მაგარია, მაგრამ მაინც გავართვით თავი რადიატორების მუშავმდგომარეობაშია და იატაკის გათბობა ხარჯზომებით, მაგიტომაც აი, ხო, საჭიროა ეს არის აუცილებელი ოფცია. როგორც მოხდეს კეთილი და პატიოსანი და მომავალ